იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. ხო, ისმე. პროფილაქტიკაში ვარ. მომისმინე, ზეც გამოუცვლი მანქანას საბურავებს და გავრეცხავროთ, მოწესრიგებულად მიგიყვანო დაბადების დღეზე. ხო, არ დაგვაგვიანდება, გავიგე, არ დაგვაგვიანდება. მიდი შენ მიხედე მარ შენ თავს. კაი. ესე იგი, რა როგორ ახლა? დასაშვები. აი, ამის ხელში ჩემი თავისთვის ვერ მიხედავს რა. უმალავ ცოლს. არა, არ უმალავ, უბრალოდ გაბრაზდება რა. რატო ვერ გააბდაზებს? მაგის და ქალის დაბადების დღეზე მივდივარ და თვითონ არაჯერს არ ვარ წასული, მე წამოვედი და. მოკლედ, ეხლა მოიგონე მითხარი. ნახე რა მინდა რა. პირველ რიგში მოდი სახის დამარბილებელი ნიღაბი გამიკეთე. ცელა გიყვარს. ხო, და თვალის დამარბილებელი, კიტრის იმას რო აკეთე. რა, ნუ რაც იცი და. აი, ძალიან მწყედი ხარ. ყელი ვარ, რას ქვია ახლა, რაც მაქვს. აგიდა ხა, აგიდა. ჩვენთან ხო იცი არ არის უხეხი. გამიცერე თავი ოღონდ. იგძენი? აუდეთ რა როგორი კარგია. ხედი არ მიიდო მათ. რაღაცნაირად ცივია, მაგრამ თვითონ ეგ უხდება კანს ალბათ. ეგ არის მაგის თავარი ამბავი. ყველა ჩემთან დადის ამის გამო. აბა? რა კარგია გოთ. აჰა. აი ნახე რა თუ დაგასტიან სიამონებას რა. ყავა ხო გინდა? ყავა მინდა კი. გავაკეთე ვიცოდი რომ მოხდა. ალო. თამარ პროფილაქტიკაში ვარ მეთქი, გეუბნები. გავიგე. ხო. საბურავებს უცვლი ადამიანს, საბურავებს უცვლი. სათხარდების პროფილაქტიკაში ვარ, საბურავებს უცვლი. წინა შეუცვალე, უკანასად შეცვლიან და წამოვალ. აჰა, ზეთი რა უნდა გამოგეცვალა? ხო, ზეცაც გამოუცვლი, ხო, რაღაცა უნდა ხა იმას 2 წუთი და ხო, ანუ პროფილაქტიკაში ხარ ნახდათ? ხო, და ნუ გამირეკავი 100 ჯერ დარეკვა რა. ხო, არ მატყუებ. არაფერს არ გავტყუებ, ეს მომიტყუებია. აი, რისი ღირსი ხარ ახლა შენ? რისი ღირსი ხარ ახლა შენ? პროფილაქტიკაში ვარო მეუბნება და სალონშია კიტრებია და თვალებზე. გოგო, რა გინდა მოუწესრიგებელი წამოვიდე თუ რა გინდა გამაგებინე? რა მოუწესრიგებელი ბიჭო, რა გინდა? შენ რა უხეში ხარ? რა ქვია რა მინდა? ესე დადის ხოლმე აქ სალონში? ჩემთანა? ანუ მე რომ გონია რომ შენ სამსახურში დადიხარ. მოდიხარ და სალონში იპრანჭები? გაპრანჭვასა და თავის მოვლა შორის სხვაობა არის დიდი ძალიან რო იცოდე რა. ჯერ შემომივარდი გოგო, რა გავიგე. ბოდიში რა მეგე. ოთხკუთხედი მრგვალი. მრგვალი გამეკეთე რა. რა მრგვალი და ოთხკუთხედი ხაფნო? ბიჭო, გვაგვიანდება ჩემი დაქალის დაბადების დღეა. რესტორანში გველოდება ხალხი. გავიგე, მაგრამ მოუწესრიგებელი ფრჩხილებით მე ვერ წამოვარ თქო გითხარი. ვაიმე, მიშიკო, არ გწხვენია ეხა შენი საქციელის? აი რატომ წხვენე? პირიქით, შენ უნდა გწხვენოდეს რა. აი შენ უნდა მე რა უნდა მწხვენოდეს? ის უნდა გწხვენოდეს, რომ შენი დაქალის დაბადების დღეზე რომ მივალთ, ესეთი გადაბმული წარბებით და იმით უნდა მოვიდე, რა ქვია, ასეთი ფრჩხილებით? რა სიტყვია შენი დაქალები რა? ბიჭო, ჩემი დაქალის ყველა ქმარს აქვს გადაბმული წარბები. და რაღა შენ უნდა გქონდეს ეს ამოქმნილი და გამოწყებილი. მაგას გეუბნები, მე ისინი არ უვლიან თავის ქმრებს და მაგიტო არიან ეგრე და დადიან ჩაძუნძგნულები და მე მასე ვერ ვივლი მეთქი თამარ გეუბნები რა. გამიშვი ახლა იქით. ანუ მარტო ფრჩხილები უნდა გაიკეთო, ესე იგი, მოდი იცი რა ვქნათ მაშინ? კაი, დაგელოდები ფრჩხილებს, სანამ გაიკეთებ და მე ხო არავინ ყავს ჩაწერილი. მე გამიკეთე უცებ ფრჩხილები. ხო, არა თამარ, მარტო ფრჩხილებს არ ვიკეთებ. პედიკურიც უნდა გავიკეთო და ეს რა ქვია, წარბების კორექცია უნდა გავიკეთო და თმასაც დავიწორებ პოლის. მოიცა ერთი წამი. შენ დაბადების დღეზე მომყვები თუ თხოვდები? სად გავიცინოთ თამარ? სადაც გინდა იქ გაიცინე. აეგდე ეხა ფეხზე და წავედით. თამარ, გეხვეწები? თამადა ხარ თან. თამადა ვარ არა, ეპილაცია უნდა გავიკეთო ამის მერე გულზე და რა? ხო, ეპილაცია უნდა გავიკეთო კი. სად უნდა გაიგე? კერძზე რა გინდა გამაგებინე? რატო? რატო და იქ რო დავლე მე და შეგენასო რომ დავთრები ეს გამეხსნება უეჭველი ვიცი ეს გამეხსნება და მინდა რომ პრიალა მკერდი გამომისდეს ანჩიკასო გადავიგორებ და გადავკრავ რა გინდა ხალხმა ეგრე უნდა მიყვაროს არ არსებობს ახლა რა და ეს უნდა კონდეს პრიალა? ხო რა თქმა უნდა ვაიმე აი ეს ფრჩხილების გაკეთება არ მესმის დედას ფიცა ვარ რა აი შენ თუ შილაკიანი ფრჩხილებით არ მოზილე ბეტონი შენ სამსახურში ისე როგორ შეიძლება აი გდა მეთქი ფეხზე ეხა წავედით მაგვიანდება მანიკური უნდა გავიკეთო აუცილებლად არ არსებობს თამარ რა მე თამადა ვარ იქ და აუცილებლად ხო და თამადა რო ხარ და რო გველოდება ხალხი მაგას გეუბნები ხო და თამადა რო ვარ აი ესე რო დავიჭეჭიქა შენ გაგიმარჯოს გადღეგზელებთ გენაცვალე აი 1000 ხალხი მიყურებს და ლაკი არ უნდა მესვას ფრჩხილებზე
ბიჭო 1000 ხალხი რო და შემოგხედავს ამ თითებზე ზუსტად მაგიტო არ უნდა გესვას ლაკი მიშიკო ადექი ეხა წამოდი ანუ შენ რანაირი ქმარი გინდა ვიყო გამაგებინე გაგინო და ყური და ერთად ვიფხანო ხინები თუ რა გინდა რა ზოგჯერ მინდა ეგეთი ქმარი რო იყო კაცური ცოტა ასეთი ჩხილებით მე ვერაფერს ვერ იმას და ქვია ჩიჩხლი და ვერც იმას აქვია ყურებს დამაცადე და მე შეიძლება ვიყო ეგეთი აი საერთოდ რა გინდა გოგო გამაგებინე აი მინდა რომ მოუწესრიგდი ადამიანო რომ დაბადების დღეზე რომ მივად აი რა სიტყვია შენ დაქალები მოუწესრიგებელი მოვიდაო დაგვინახავენ ხო და მოწესრიგებული რო იქნები ზედმეტად მაგაზეც იტყვია რაღაცას ანუ ჩემი დაქალები ყველაფერზე იტყვია რაღაცას და არ აქვს მნიშვნელობა ამიტომ ადექი ეხა და წავედი ხო და შენი დაქალები თუ ნებისმიერ ამაზე რამეს იტყვიან შენი დაქალის გულისთვის მე ჩემი სახის რუტინაზე უარს ვერ ვიტყვი გასაგებია აი რუტინას მოგცემ ხა მე შენ ხო დამელოდე წადი რა მთელი ცხოვრება გელოდები მთელი ცხოვრება სულ აგვიანებ ყველგან მე ვაგვიან შენ რო გელოდებოდი ხოლმე მაგაზე ხმას რა შენ რო აგვიანებ როდის ერთი მაგალითი მითხარი როდის მელოდებოდი დაჟე პაემანზე რო დავდიოდი ჩაპარებულები რო ვიყავი სულ მე გელოდებოდი შენ მე სულ მე მივდიოდი პირველი ღმერთო რა გამიხსენა სამად სამჯერ დავაგვიანეთ ამან ისიც აგიხსენ რომ სახის კანის მასაჟებზე დავდივარ ზოლი რო გავიქროთ ხო და ყოველთვის მაგას მაძახებ რა აი ზოლს მოგცემ ხა ხო რა და შენ გამიჩინე ეს ნაოჭები აი და მეთქი წავედი ბიჭო რა შვები შენ კიდე აქ ხარ ვაიმე ვერ გამომხარ კაი ბიჭო მართლა რა დაგემართა რა აქჭის ან რასალოდინებ ამ გოგოს ამდენი ხანი აქ ვაფშე თვებს როგორ იჭრი ამ ჩხილებს როგორ იკეთებ აქ რა გინდა ბიჭო გამაგებინე საერთოდ ეპილაციას გავიკეთებ ბიჭო და წავიდეთ მე რა სიზავ ბიჭო ეპილაციას გავიკეთებ ხო არ გააფრინე ბიჭო აქ ეპილაცია არ გაიკეთო სად გავიკეთო აქ არ გაიკეთო მეთქი ბიჭო აბა სად გავიკეთო წაიყვანე 70% ფასტაკლება არის გვერდზე იქეთ ისუა რაო შენ ძმობას მიცავა რა არ გაიკეთო გამო მერე ძმაო ბაზარი გამო და ვნახო ძმაო საბურავებს შევცვლი და ზამთრი საბურავები არის აქ ეპილაციაზე არის ფასტაკლება 70 ანუ სხვაგან მიდიხართ ახლა მეორე სალონში რა კაი გოგო ყოდია ცოლად რატო არ გამაცნობდა ამოწყდეს იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე მაგთი ნომერი 45 სილქნეტი 345 ახალი ქსელები 345 მარტივი 45